მაშ ასე დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი და ესეთი კითხვა მაქვს. რომელ სპორტზე გეფიქრებათ, როდესაც ვამბობთ, რომ არის ყველაზე ძალადობრივი, ყველაზე უხეში და ხანდახან თვალების დახუჭვაც კი გინდა, ვერ უძლებ და ვერ უყურებ, ხო? რა თქმა უნდა, მე ფეხბურთზე არ მეფიქრება ამ შემთხვევაში, არც კალათბურთზე არ მეფიქრება და პირველი რაც ჩემს გონებაში მოდის, ეს არის რაგბი. ეს მაგრამ გუნდური. გუნდურ სპორტზე მაქვს საუბარი და დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება რაგბი, უფრო მეტი ვიდრე სპორტი. და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს მოწვეული, ოღონდ სანამ სტუმარს წარმოადგენდეთ, ძალიან მინდა ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, გამოგვეხმაურონ, უკავშირი მოგვაწოდონ, ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო და ჩვენთვის და თქვენთვის სასარგებლო კონტენტი შევქმნათ. მაშ ასე დღეს ჩვენი სტუმარი არის ალექსი ჩიქოვანი და ამ შემთხვევაში მორაგბის კუთხით და არა როგორც ბრენდინგის როგორ თქვა სპეციალისტი, ხო? მაშ ასე რაგბი და ლიდერობა იქნება დღეს ჩვენი საუბრის თემა და ასეთი კითხვით გადმოვიდოდი ალექს შენთან, რატომ რაგბი? როგორც ლიდერობისა და გუნდურობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამაგალითო სპორტი. დავიწყებ იქით, რომ რაგბი არ არის ძალადობრივი სპორტი, ის არის ძალისმიერი სპორტი. ძალისმიერი. ძალადობის წინააღმდეგ არის რაგბი, საერთოდ ესე ძალიან ცნობილია მაგ ამბავში, მიუხედავად ჯანისა მოთამაშეების, ისინი არ იყენებენ ამას მოედნის მიღმა დიდად. ლიდერობა და გუნდურობა ალბათ უნდა გავყოთ, იმიტომ რომ ლიდერის როლი სხვა არის რაგბიში და საერთოდ და გუნდურობა კიდე სხვა ცალკე ამბავია. რა თქმა უნდა, გუნდურობას აყალიბებს ლიდერი, ის უძღვება ამ ყველაფერს, თუმცა როგორც ასეთი მოცემულობა რაგბი რო ავიღოთ, როგორც ბრენდი თუ გნებავთ, რაგბს თანსდევს ეს გუნდურობის ნაწილი, იმიტომ რომ თვითონ სპორტი ტექნიკურად ისე აწყობილი თვითონ თამაში, რომ აქ ძალიან ნაკლებია ინდივიდუალური გამარჯვებები. ანუ სხვა სპორტში შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს უცებ რაღაცა გააკეთოს და ინდივიდუალს უფრო მეტი როლი აქვს. გუნდურ სპორტებზე საუბრობ, რა თქმა უნდა, და აი რაგბიში იმდენად სხვადასხვა პოზიციებია, სხვადასხვა დანიშნულება აქვს ამ პოზიციებს, რომ გუნდურობის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამიტომ თავისთავად მოცემულობაა და შენ თუ არა ხარ გუნდური მოთამაშე და მარტო მეზე ფიქრობ და არა ჩვენზე, ეს დაგეტყობა, ესე შენთვის ვერ იფიქრებ და რაღაცებს ვერ იფინტავებ, ასე რომ ვთქვათ, იმ წუთასვე დაგეტყობა, ჯერ ეს ერთი სხვა თუ არაფერი თუ შენები არ მოგეხმარენ, გაიჯეგები მარტივად ძალიან, რაც არ უნდა ჯანზე იყო. და ნუ ეხა ორ ნაწილად იყოფა ეს გუნდი, ხო, არის ასე ვთქვათ შერკინება და არის ხაზის მოთამაშეები და შერკინების ნაწილში კიდე განსაკუთრებით ჩანს, როცა თვითონ შერკინება დგება თუ გინახიათ, 8 კაცი იკრება როგორც ერთი მუშტი რა. მართლა აი კარგად დამდგარი შერკინებას რო დააკვირდებით, რაღაცა 8 კაცი სად ერთი იწყება, სად მეორე მთავრდება, ვერ მიხვდებით რა, ეს ძალიან შეკრული ამბავია. და შესაბამისად რაგბს აქვს თავისი ძალიან ასე ვთქვათ სერიოზული და ღრმა ღირებულებები, რომელზეც ის დგას და ეს ყველა ქვეყნის რაგბისთვის არის ერთი და იგივე ძირითადი პრინციპები, უბრალოდ რა თქმა უნდა, გამომდინარე ეროვნებიდან და ხასიათიდან განსხვავდება რა. ამიტომ პირველ რიგში რაგბის განსაკუთრებული გუნდურობა და შეკრულობა არის მისი თამაშის სპეციფიკაში. თვითონ ამ სპორტის წყობაში და ნუ გინდა არ გინდა უნდა მოერგო აქ. თუ არ გინდა და ვერ ჯდები, ვერც გუნდში ვერ გაჩერდები რა, გამორიცხული ამბავია. და რა თქმა უნდა ამ ღირებულებების მიხედვით, ამ ყველაფრის მართვას, ანუ კულტურას, გუნდის კულტურას, რა თქმა უნდა მართავს ლიდერი, რომელიც ასევე მემემეს სახილს ვერ დაიწყებს, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში ლიდერიც ერთ-ერთი გუნდის წევრი არის. რომელმაც უბრალოდ ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მიმართულებით უნდა მართოს ეს გუნდი
და რაგბიში ძალიან მაღალი არის ეგრეთ წოდებული საკუთარი მაგალითით მართვა, ინგლისურად რო ვთქვათ leading by example. მაგრამ რაგბიში ლიდერი არ არის მხოლოდ ერთი. ლიდერი არის მოედნის გარეთ, ეს არის მწვრთნელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერს მოედანზე. ეს ლიდერი ძირითადად არის კაპიტანი ხოლმე გუნდის, იმიტომ ბიჭები ამას ირჩევენ ხოლმე ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, ყველა გუნდურ სპორტში კაპიტანი არსებობს, მაგრამ აქ კაპიტანი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, იმიტომ რომ ერთხელ მითხრა მამუკა გორგოცემ, რომ არა მარტო ინტელექტუალურათო და თამაშის ცოდნითო, არამედ ბურთითაც და უბურთოთაც მაგარი უნდა იყო რა. ხო და აი ეს არის კაპიტანი, რომელსაც აქვს უფლება, რომ შეუძახოს და ნებისმიერს რაღაცა მიუთითოს თუ ის ასე ვთქვათ ამოვარდება აი ამ გუნდორობის ამბიდან და ძირითადად არის პრობლემა, თუ პრობლემა არის, ეს არის რომ რაღაცას ვიღაცა არასწორად აკეთებს გუნდის ინტერესიდან გამომდინარე რა. აი ესეთი ის არის. ბევრი დეტალია, მაგრამ ეს ამბავია. და აი ესეთი კაპიტანი, სამწვრთნელო შტაბსაც მართვა უნდა, იმიტომ რომ შეკირების თველი, ხაზის თველი, დაცვის თველი, შეტევის თველი, ეს მთელი ის ანალიტიკოსი, ასე ვთქვათ, მართლა ძალიან დიდი გუნდი მუშაობს, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ჩანს ეს, როდესაც აი ან განსაკუთრებით აი თუ ტრანსლაციას უყურებთ ტელევიზორში, კომპიუტერებიც ხედან ერთი სამი კაცი რაღაცები ერთმანეთში სუისა, მიკროფონები უკეთიათ, ქვემოთ გადაცემენ, რა მთელი ამბავი, მთელი სისტემაა რა. და ძალიან მნიშვნელოვანია და რაგბიდან გამომდინარე რაც მახსენდება 1-2 ძალიან მაგარი წიგნია დაწერილი სტრატეგიაზე და ლიდერობაზე რა. ლეგასი მახსენდება. ხო, ლეგასი მემკვიდრეობა ერთადერთი ამ კაცმა ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად იცხოვრა რამდენიმე თვე და საოცარი რიტუალები აქვს აღწერილი, რომელიც არის კულტურის შემქმნელ შემადგენელი. ნუ ერთი ესეთი ძალიან უხეში ამბავია no dickheads. ესეთი ლოზუნგი აქვს, აღარ გადავთარგმნოთ ქართულად. ესე ლოზუნგი არის, ესეთი წესი არსებობს, რომ იქ და ეს დიქედობა იქ ითვლება არა თავდაბლობა, არა რაღაცა ეს გაბრექვა გაჯპირიქით და ნუ ძალიან ისეთი თავიდანვე პირველივე წამს, როგორც კი ზელანდიის ნაკრებში, ანუ All Blacks, ანუ შავებში მოხვდება ადამიანი, პირველი მას არ ესაუბრებიან რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა ივარჯიშოს, პირველი ეუბნებიან რა ნომერი, რომელი ნომერი ზელანდიელია, ანუ დანომრილია ეს თაობები რა და თქვათ ეტყვიან რომ შეხარ 724. და გადასცემენ რაღაც ბლოკნოტს, რომელშიც ნახევარი არის ისტორია, ყველაფერი წერია, იქ ჩანაწერები უნდა აყო, მთელი რიტუალია მოკლედ რა. ძალიან საინტერესო ამბავია. ეს წიგნი წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით ვუყურებდი, ხო? აი ორგანიზაციული კულტურის მხრიდან შევხედე და როგორ შენ თქვი, მნიშვნელოვანია აქ ის, რომ აქ ეგო არ არსებობს. ეგო არსებობს, მაგრამ არსებობს მხოლოდ მას მერე, რაც ესე იგი არსებობს მე, ოღონდ ჩვენს მერე. ჩვენს მერე, ჯერ გუნდი და მერე მე. ესე გოგიგულისხმე და ძალიან მკაფიო მესიჯი არის ის, რომ ინდივიდუალი, ერთი მოკაშკაშე ინდივიდუალი ვერაფერს ვერ იზავს და თუ კი შენ კულტურაში არ ჯდები და ამ კულტურას პატივს არცემ და არ ხარ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, არ გამოდის, რაც არ უნდა მაგარი იყო. არც არავინ გაგაჩერებს გუნდში და დღევანდელ გუნდურობას, ორგანიზაციულ გუნდურობას რომ დავუკავშიროთ, ლიდერი თუნდაც როგორი უნდა იყოს დღეს, ეს კარგად აღწერე შენ, რომ ლიდერიც არის გუნდისთვის და ჩვენ ლიდერი დგას შუაში და გარშემო ყავს გუნდი, უფრო მეტად როგორც წარმატებულ ორგანიზაციებში და ეს გუნდურობის კულტურა უაღრესად მნიშვნელოვანია. შერკინებას ვერ ვუყურებ ხოლმე, მე რაგბის რამდენჯერმე ვუყურე, იმიტომ რომ ჩემი შვილი თამაშობდა და თვალებს ხუჭავდი, არ შემეძლო მაგის ყურება და პირველი რაც თავში მომდიოდა, რომ ვაიმე ხა ეს არ დაშავდეს, იქიდან დამტრეული არ გამოვიდეს და მე ეს წიგნი რო წავიკითხე, აი ესეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ადამიანები იმდენად ენდობიან ერთმანეთს და იმდენად კარგად აქვთ ეს სტრატეგია აწყობილი, რომ
ყველანაირი დამცავი აღჭურვილობის გარეშეც არიან თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულები, ხო ესეა და უბრალოდ სხვა გზაც არ არის. თუ არ ენდობი, თუ მაღაზე საფიქრალი გაქვს, რომ ვენდო ეხა ამას მე თუ არა გუნდელს, ესე იგი იმ გუნდში ძალიან ცუდად არის საქმე და მე რა ვიცი, რაც მე რა ვიცი, რას თავი მახსოვს და გააზრებული ცხოვრება რაგბისთანა ვარ კავშირში, ხან ასე, ხან ისე, ხან თამაშობდი, ხან გარედან, ხან ისა. თუ მე მაღაზე არ მიფიქრი არასოდეს და არც მინახავს, რომ ვიღაც ბიჭო ეხა ამას ვენდო, არ ვენდო. მაღაზე ფიქრი თუ დაგჭირდა დავიღუპეთ რა, ეს ავტომატური ამბავი ხდება რა. რომ ენდო კი არა ესეა, მოცემულობა არის რა და თუ ვინმე ამაში ჩავარდა და ვიღაცის დობა და გუნდის ასე ვთქვათ ინტერესები შეარყია ჩანს ვიზუალურად, აი ფიზიკურად ჩანს რა, აი ყველა დაინახავს, რომ ეს რაღაცა ვერ. რაღაცა. და ხო, ნუ ისა და, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გრძელდება, იმიტომ რაგბის გუნდში ესე ვერ გაჩერდები რა, იმიტომ რომ აქ რაგბის გუნდი არ არის მარტო მოედანზე და ვარჯიშს, ეს არის მოედნის და ვარჯიშის მიღმა არის კიდე გუნდი. ერთად ყოფნა, ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენი გადმოსახედით კიდე სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ხარ. ხო, იქ დამყოფი ვარ. აი, სხვა ჩემი გადმოსახედით ბევრად უფრო აღმაფრთოვანებელია ეს, იმიტომ რომ ნუ ეხა მე არ ვარ იქ მორაგბე და ასე შემდეგ. მე ეს გადამაქვს უფრო ორგანიზაციულ კულტურაში და აი პარალელი რო გავავლოთ, იგივეა. სადაც ნდობა არ არის, ადამიანების ერთობლიობა ყოველთვის არის რაღაცა სახის ორგანიზაცია. და ყველა ერთობლიობას სჭირდება კულტურა. და ესეთი უპირობო ნდობა ძალიან რთული ყოფილა. მოცემულობა თვითონ თამაშის ტექნიკურად, აი არ ვიცი რამდენად სწორად ხსნი, უნდა მივხვდეთ, რომ ეს თამაში ასე მუშაობს, მექანიზმი ასე მუშაობს. ცხოვრებაში შერკინება უნდა დაიწყოს შეტევა, ერთი რო დაეტაკება, მეორე უნდა მიაწვეს, ან გადაყაროს, ხო, მოლის ბოდიში და რაქის გასუფთავება. ალბათ შენ მაგას ვერ უყურებდი, თვალებს რო ხუჭავდი, რომ ეცემოდა შენი შვილი გადარბოდა ზემოდან ისა. დედაჩემიც მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი ჩემ თამაშზე და იმის მერე არასოდეს არ გაჩენია სურვილი, საერთოდ რომ მოსულიყო. რაკის გასუფთავება ხდება, მერე ერთმანეთს სუ ხელი გადახვევა, სუ მხარი მხარზეა, სუ მიწოლაა და ხრანაირად. თუ იქ ეს კულტურა კი არა, ჩვენ ცოტა სხვანაირად ვეძახი და მე ჩემ ლექციებში ვიყენებ ამას, მე ვეძახი კორპორატიულ ჯიგარს და არა კულტურას, იმიტომ ჯიგარი ძალიან დიდი დატვირთვის მქონე სიტყვა არის რაგბიში, ჩემ თაობაში უფროსებში განსაკუთრებით. შეფასებაც ესე ხდება, ჯიგრიანია, უჯიგროა რა და ეს მოიცავს ყველაფერს, ხასიათს, თავდადებას, ადამიანობას და ყველაფერს აბსოლუტურად რა, ხო და იგივეა ორგანიზაციას, ყველა ორგანიზაციას სჭირდება მართვა. და საკუთარი ფილოსოფია უნდა არსებობდეს, იმიტომ რაგბიშიც არის, ხო, ხა კი ძალისმიერი სპორტია, მაგრამ არის უფრო ტექნიკური გუნდები, სისწრაფეზე აგებული, არის ძალისმიერი გუნდები რა, ისა ჯანით რო ცნობილი გუნდები არიან, ხა ჩვენ შევდივართ მაგ კატეგორიაში ქართველები, ჯანიანი გუნდები, დიდი გუნდებიდან აი სამხრეთ აფრიკა არის, ნუ აი რაღაცა მაგის ისა სამხრეთ აფრიკელები და ყველას თავის კულტურა და ისა გამომდინარე საიდან არიან რა წარმოშობის, რა ეროვნების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ფაქტია რომ ეს მუშაობს, ცხოვრებაშიც ასეა. რა თქმა უნდა. ნდობა თუ არა გვაქვს რანაირად ფუნქციონირებს. ხო. უბრალოდ აქ მოცემულობაა და მალე გამოვლინდება ხოლმე არასასურველი ადამიანი რა, აი მასეთ შემთხვევაში რა ხდება? არაფერი გუნდიდან მიდის ჩვეულებრივად რა. იქ პასი არ მიეცი რაღაცა, აი ფეხბურთში რო ხდება ხოლმე რა, აი მამა ჩემი სულ იხსენებდა რომ ერთ მიშამ ეს ხსო მოუწყვეს ობსტრუქცია და პასს არ აძლევდნენ და რაღაცა. აქ არ გამოვა უბრალოდ. აქ სულ მხარი ფიზიკური შეხება, ანუ სულ ფიზიკურ კონტაქტში ხარ. ორმაგი ბოჭვა, ორმაგი შეტევა, სამმაგი შეტევა, ანუ კაცი მიდის მეორე ხელს ხვევს, ერთად ეტაკებიან. სულ ფიზიკური შეხებაა რა, აი სულ შეკრული ხარ, რა, ვიღაც ტიპთან მინიმუმ ერთ ტიპთან და რანაირად იმას ხელი უნდა გადახვიო რაღაცა და იქ იმაზე ფიქრი რომ ეს ეხა ამან რაღაცა ისა გამორიცხული ამბავია რა. არა მარტო მეს თამაში არ გამოდის. არა ვარიანტი, არა, ჯერ ესეთი მოგერევიან, ხო? ეხა რაც არ უნდა ჯანზე იყო, აი რაც არ უნდა ჯანზე იყო, ეხა იქით ამ ხრიდან არანაკლები ტიპები დგანან, ხო? მიუხედავად იმისა, თამაში იცის თუ არა, ხა კლასებზე არ ვლაპარაკობ, ჯანი ჯანია. ხო და თუ აქედან 8 კაცი იმ 8 კაცს არ დახვდა, არ გამოვა ეგ ამბავი რა. ძალა ერთობაში. ძალა ერთობაშია რაგბი და რაგბი არის ერთადერთი სპორტი.
თუ არ ვცდები მოკლეული მაქვს რა, ეხლა რაღაცა ისეთი სპორტი თუ არსებობს, რაც მე არ ვიცი, სადაც არსებობს გუნდური ლელო. ხო? აი როცა ეს შერკინება 8 კაცი მოლით აწვება და შედიან, ხო? ეხლა ერთს კი უჭირავს ბურთი, მაგრამ ეს არის გუნდური ლელო. ესე ქვია. ხო, 8 კაცი აწვება და ეს თუ მოერია და შეათრია ესე ქვია, შერკინებაც ეგ არის, შეათრევენ ხოლმე ან მოლის დროს. და გუნდური ლელო ტერმინი ოფიციალური არსებობს რაგბიში, რომ დაიდო გუნდური ლელო. ბოლოსკენ ბურთი ვის უჭირავს, ვინ დაამიწებს, კი იწერება სტატისტიკაში გვარი, მაგრამ გუნდური ლელოა რა, ხვდებით? და რამხელარი გუნდური ადრენალინი და გუნდური გამარჯვება. ხო, ნუ ახლა არ გამოვა რა ერთმანეთის გარეშე. თებს აზანზარებს. კი, აი საერთო ღირებულებები რო ამოძრავებთ და ისა. ხო, ერთი მიზანი, ერთი ის არის და ის არის ღირსება და ცოტა ისიც არის, რომ არ შევწხვე, ეგეც არის. არ დამეტყოს, არ დავიწვა. რომ რაღაცა ვერ გავაკეთე და ძალიან სამარცხვინო ამბავია ეგ რა. მე სხვათა შორის მაგარ შევწხვე, არ დავიწვა და არ დავმარცხდე და არ დავნებდე დამამთავრებია ინგლისში MBA, იმიტომ რომ ხო, წელიწად და ორთვიანი ძალიან ინტენსიური კურსი იყო და აი სულ ისე ვიყავ გაძლება და მიწოლაზე რა და ნუ მე ეს რაგბიდან ეს ხასიათი ჯერ ეს ერთი სპორტი ნებისმიერი გიყალიბებს ხასიათს, ზოლის უნარიანობას ამას ემატებოდა რომ არ შევწხვე და რაღაცა და იქ დანებებაც ეგრევე იმაშვება რა ჩანს მოედანზე თუ დანებდი და ვეღარ ახარ აი უკვე დაგეტყობა რა გაგთელავენ ან რაღაცას გიზამენ რა ეხა ამას მეტად აკვირდებიან უკვე ტექნოლოგიები წინ წავიდა და მოთამაშის ემოციურ მდგომარეობას უყურებენ ის კომპიუტერიანი ხალხი მარტო თამაშს არ უყურებს თვითონ თითეული მოთამაში აქ რო აქვს დამაგრებული ეს გადაცემები მაგრამ ამან იმას მიქნა რა მე მომეხმარა ხასიათი ისა რომ მიაწვა რა აი სულ მიაწვაზე ვიყავი რომ მიაწვა არ დანებდე და ასე შემდეგ რა და ნებისმიერი სპორტი აკეთებს ამას რა თქმა უნდა მაგრამ რაგბიში კიდე უფრო ისეთია რა ძლიერია აი ძალისმიერი ახსენე შენ ძალისმიერი სპორტი კი არის მაგრამ აი ამ ძალის მიმართვა და აგრესიის მიმართვა ხდება სწორად ხო იცით რა არის არ ვიცი ხა არ შეიძლება კამათი გამოიწვიოს ამან თუნდაც რაგბისტებს შორის ვინც ამას მოусმენს მორაგბეებს შორის მაგრამ მე ვთვლი რომ ჯანი არის სადღაც 40% დანარჩენი სტრატეგია ტვინია რა იმიტომ რომ ამ ჯანს მიმართვა უნდა რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი გუნდია რომელიც ძალიან ჯანიანი ტიპები მაგრამ ვერაფერი ხო იმიტომ რომ ისე მარტო ჯანით ვერაფერი რა აი ტაქტიკურ სტრატეგიული ამბები რაგბიში არის ძალიან ეხა წვრთნელები ჩამოვთვალე ხო მთავარი წვრთნელია შერკინება ცალკე წვრთნელი ყავს ხას შეტევა დაცვას ცალ-ცალკე ტიპები ყავს უნარებზე კიდე სხვა ამბავი მუშაობს და ეს რაღაცა სტრატეგიას თუ არ მიყვება მართლა ფაჩიკოს გარმონი იქნება რა ხო ხვდებით აი როგორ ორგანიზაცია რო ავიღოთ აქვთ ერთი დიდი მიზანი ყველა თავისკენ ანუ ერთი მიზანია და რაგბიში არის ეს რო ვერტიკალი ანუ ასაკობრივი და ერთი სტრატეგია და ყველა ამით იმაშვება რომ ასვლა ჩასვლა არ გაუჭirdეთ ამათ გუნდში ინტეგრაცია და რაღაცა და ეს უსტრატეგიულ ტაქტიკური ნაწილებია შერკინებას როგორ მიმართავ ხაზი რას აკეთებს როცა ისინი ამას აკეთებენ ისინი რას აკეთებენ და 15 პოზიციაა ხო 15 ადამიანი თამაშობს რა და იდენტური არც ერთი არ არის რა ხვდებით ყველას ხო აი შერკინებაშიც მარცხენა ბურჯი და მარჯვენა ბურჯი სხვადასხვა რაღაცებს აკეთებენ სხვადასხვა უნარები ჯერ შვაკაცი სხვა რამეს აკეთებს მეორე ხაზის ორი ადამიანი მარცხენა მარჯვენა კიდე რაღაც კი რაღაცები შეიძლება ხაზების მიხედვით გავს მაგრამ კონკრეტული ისენია რა ეს კი დისციპლინირებული ძალისმიერი თამაში სტრატეგიიდან მენტალური თამაშია ჯერ ეს ერთი მაინდ გეიმია ეს ერთი და ინტელექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა იმიტომ თუ ნახავთ მაგალითად ისა რა ქვია სახელი დამავისდა მაკო ზელანდიის 7 ნომერი კაპიტანი ლეგენდარული არც ყველაზე ჯანიანი იყო და არც ყველაზე დიდი იყო მაგრამ ის არის ლეგენდა და ის იმ დღეს ადრე ძალიან კვლევა მაქვს ნანახი ეს გავლენა ზელანდიაში ჯერ იყო მაკო და მერე ზელანდიის პრეზიდენტი იყო ერთი 25 პუნქტით ქვემოთ ეს ბიჭი იყო ეს ტვინის კაცი იყო და მერე დაწერა წიგნი და იმ წიგნში უწერია რომ უამრავი ბლოკნოტები ამან დამაწერია ეს წიგნიო იძახის სუჩანაწერებს აკეთებდა კონკრეტულ ვარჯიშზე რა არ გამოუვიდა რაღაცა როგორ ანარი და საბოლოო ჯამში მე ეს იყო ტიპი რომელიც მწვრთნელთან ერთად სტრატეგიას გეგმავდა ხო
ამიტომ ჯერ არის ეს ამბავი და ხა ჯანი გჭირდება რა თქმა უნდა, იმიტომ უნდა დაეტაკო რაღაცა, მაგრამ ჯანი გჭირდება, მაგრამ მარტო ჯანით ვერაფერს ვერ გახდები, იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში. ხო, იყო პერიოდი, ძალიან დიდი პერიოდი, რომ ქართველების შერკინებას ვერავინ ვერ უძლებდა, მათ შორის ზელანდიელებიც, აი მსოფლიოზე 2015-ში, რომ ვითამაშეთ ერთ-ერთმა ზელანდიელმა პირველმა ხაზელმა მე ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ქართველებს იხსენებს, რომ მეგონაო, რომ გაზეთილ ტრაქტორს ვეჭიდავებოდიო რა, ანუ დაშალეს ჩვენება, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ანგარიშით მოგვიგეს, ხვდებით? ნუ სტრატეგია მაინც მოიგო. ჯანი, უნარი, ეს გეგმარება, უნარი, ტექნიკა, ეს ყველაფერი ჯერ არის ტვინის მიერი, თორე ჯანი, რავი, აი განსაკუთრებით 2015 წელს ჩვენი ნაკრები იყო პიკში, აი ყველას და ყველაფერს თელავდა რა. ხვდებით, მაგრამ დიდ გუნდებს მაინც ვერ, იმიტომ რომ იმათ სხვა ის ქონდათ სხვა სტრატეგია, სხვანაირი, სხვა ტრადიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ბიზნესშიც ესეა, ხო, ტრადიციული კომპანია თუა, რომელიც სწორად იმართება, არ ჩამყაყდება, თანამედროვეობას ფეხს უწყობს, იმის მორევა ძალიან ძნელი. 150 წლის არის Coca-Cola, მაგრამ გაჩენის დღიდან პირველ ადგილზეა, ხო, რატო? იმიტომ რომ სწორად მართავენ, საოცარი ბრენდია მართლა. მისია აქვს ძალიან ესეთი მისიას რო თავი დაანებო, ახლა ჯერიციან სად მიდიან, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ თანამედროვეობის თან რეაქტიულები არ არიან, ძირითად შემთხვევაში პროაქტიულები არიან. ფიქრობენ რა, ეს იგივე აი თუ გაიხსენებთ, სულ თავიდან ეხა რავი, რეკლამაში თუ არ ჩაგვეთვლება, ძალიან მაგარი ამბავია მოსაყოლად, ეგრეთ წოდებული кейსი. თავიდან ეს უშაქრო Coca-Cola გახსოვთ რა ლამაზი შეფუთვით გამოვიდა, შავი, წითელი წარწერით, საოცარი ქილაი. ეს მე არ ვსვამ Coca-Cola-ს, ხო და მე გაქრა. ხო, ეს გაქრა მე და გააჩნდა წითელი, შავი წარწერი და მეთქი ეს როგორ დაემართათ, მაგრამ მე რაღაცები წავიკითხე და მივხვდი, ანუ ესენი ამზადებდნენ მომავალ თაობას, რომ ეს Coca-Cola უნდა გახდეს ის ორიგინალი Coca-Cola, იმიტომ რომ ამ რეცეპტის და შაქრის ამ გემოსაქმის ესე კვეთრი ცვლილება არ შეიძლება. ხვდებით? ანუ ეს ლამაზი შეფუთვა გაწიეს და უბრალოდ დადგა გვერდიგვერდ ეს თეთრი წარწერა, მეორე შავი და ნელ-ნელა ანაცვლებენ და ეს ხო პროაქტიულობაა, იმიტომ რომ იციან, რომ რავი ხა ალბათ უკვე არის, მაგრამ რაღაც 3-4 წელიწადში, 5 წელიწადში მაქსიმუმ ალბათ ის ვინ ჩაქარს გამოიყენებს, აი რა ვიცი, ნარკოტიკის გამყიდველის დონის ესეთი ნეგატიური ტიპი იქნება რა. კარგი სტრატეგია, უსასრულო თამაში ეს წიგნი, ცნობილი წიგნია. უსასრულო თამაშია ესეც. მე მაგას ჩემი ფრაზა, ჩემი სტუდენტები დამკვეთები ყველა მიციან. უსასრულო თამაშის არაჩვეულებრივი მაგალითია. რაგბისა, სანამ ხარ ბიზნესში, ხარ ბრენდინგში, ეს არ თავდება. პერსონალ ბრენდინგზე ვიძახი, რომ სანამ ცოცხალი ხარ ბრენდინგში. იმიტომ ეს არის ყოველდღიური უსასრულო ამბავი რა და პერსონალ ბრენდინგის და კომპანიები ხა შეუძლია იცოცხლონ მართლა ძალიან დიდი ხანი, მაგრამ პერსონალ ბრენდინგის შემთხვევაში, როცა აღარ იქნები თუ მაგარი ბრენდი იყავი, შენი ბრენდი აგრძელებს მუშაობას რა. აგრძელებს სახელმწიფო. ტოვებ ხელშესახებ მემკვიდრეობას, რა, ვაჟაბშაველა არ მუშაობს? კი, მუშაობს. ო, რას დატოვა იმას, რომ კითხულობს ვიღაცა ერთი პატარა რაღაცით უკეთესი ხო ხდება რა? კი, გალაქტიონი, ხო? მიტროფანე ლაღიძე, რავი, დავით სარაჯიშვილი, რავი, ქართველებს რო ვილაპარაკო. დავით აღმაშენებელი და ჭყონდიდელი არ მუშაობენ დღემდე. დღემდე მაგით სულდგმულობთ ჩვენ როგორც დავით აღმაშენებლის და თამარის მემკვიდრეებს. ო, ესე მაქვს მე რომ თუ კარგად ივლი მერეც, ანუ აქ კარგად იარე და რო აღარ იქნები თუ კარგად გაკ. ასე თქვა ნასიარულებ მერეც მუშაობს ეს შენი პერსონალ ბრენდი. იგივე აი თქვათ იგივე Coca-Cola-ს მაგალითზე, ხო? ანუ წინას რაღაცაში მიხვნენ, რომ ჯერ ადრე იყო ის შავი ქილები, რაღაცა შეცვალეს. აი სანამ დავიწყებდით თვითონ ეპიზოდს, ახსენეთ, რომ ეს რაგბი არ არის ძალადობრივი სპეციალურად მომბობ სიტყვა ძალადობრივი ამ შემთხვევაში. ანუ იციან მოთამაშეებმა როგორ დაეცენ, როგორ დაიცვან თავი და ასე შემდეგ. ანუ გათვლილი აქვს შესაძლო რისკები, ხო? რაღაც არის კავშირში. არა, სუმზად არიან. სუმზად ხარ დარტყმისთვის რა და ამიტომ მობილიზებულია სხეული, მაგრამ ძალადობრიობაზე ვიძახი აი აგრესია. მოედნის მიერ აგრესია რა, ეგეთი აი თქვათ დამჩაგვრელი ტიპები არ არიან რა, ძირითადად რა, რო რაღაცა. მოედანზე კი ბატონო, მოედანზე ჩემ ტერ შეიძლება ესეთ ჩხუბი მოხდეს.
ადრე უფრო ხდებოდა და ეს რაგბის განუყოფელი ნაწილი იყო. უბრალოდ ეხა რაღაცა მოთამაშეების კეთილდღეობის ამბავი მსოფლიო რაგბმა ძალიან იმასქნა და ძალიან დიდი პროტესტია სხვათა შორის რა არის გააბალეტეს და რაღაცა. გაჰუმანურეს. ხო ეს ჟარგონზე და ისა და მე ძალადობრივს ვიძახი რომ ვინმე ჩაგვრა და ისა რომ რაღაც ჯანზე ვარ და რაღაც ეგ ამბავი არ და ძალისმიერს რაც შეეხება, ხო, სუ მობილიზებულია სხეული და კი და თუ ფიზიკურათაც მომზადებული ხარ, ანუ ნავარჯიშები ხარ, ნაკლები არის რა ეს ტრამვა და ხო დაცემას თავის წესი აქვს, ჩაწოლას, იმას, ამას, დატაკებას, კონტაქტს და ასე შემდეგ. როგორ ისევ ადგენენ და გააგრძელონ. კი, რა თქმა უნდა. დაცემა და ადგომა რაგბიში რო არის, იმდენი უნდა რა და ეცი. ძალისმიერი სპორტი გამახსენდა ჰოკეი, ცემატყება. ჰოკეი, სხვათა შორის ჰოკეი ძალიან ახლოს არის რაგბისთან. ჯანიანები არიან? ჯანზე არ არის მარტო, იქაც არის, ვინც უმეტეს რომ 5-5-ზეა ტაქტიკები ისენი ძალიან საინტერესო სპორტია სხვათა შორის. მე სულ სწავლობ ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, სად რა მუშაობს და ძალიან ბევრი ჩრდილო ამერიკელი ავტორი ხოლმე ამ ჰოკეის ამბებს, кейსებს იყენებს ხოლმე თავის წიგნში რა და იქაც ეგ ამბავი ძალიან გუნდური სიცოტავისგან გამო და იქაც ძალიან სხვადასხვა რაღაცები და ეს პატარა ბრიგადები როა რა შედიან გამოდიან რაღაცა მთელი ამბავია რა ორგანიზებული ქაოსი არანაკლები ფიქრი უნდა ვიდრე ჭადრაკს რაგბისაც და ჰოკეისაც და კიდე არის ეგეთი სპორტები ძალიან ყველა მაგრამ ნუ ეს ძალიან ბევრი ის არის ამერიკული ფეხბურთიც რა ცალკე გუნდი გადის რაღაცაზე ცალკე რაღაცაზე მთელი ამბებია მაგრამ კარგად არ ვერ ყვევიოღონთ და ამიტომ არ შევალ მაგრამ ნუ რაგბი მე მაკითხვა ჩაკუშე გაკითხვა ჯერ ხო აკითხვა რა ხო კითხვა რა ვიცი კომენტარებიც რომელზეც ვიცი რომ ალბათ კარგად განავრცობდით ამ გუნდურ სპორტებში საინტერესო არის ის რომ აი ეს ყველა როგორც ერთ მუჭად არიან და ყველას თავისი როლი აქვს და ასე შემდეგ და იმაზე არ ფიქრობენ რომ მაინც და მაინც თავი გამოიჩინონ, ანუ სათაურში მოხვდნენ როგორც იქ ეწერა, ანუ რაღაცა ისა და აი ეს ერთიანობა და ეს ერთი სულით, ერთი პრინციპით მოქმედებენ. აქ ძალიან საინტერესო რაღაცას. ბექში ვინც არის ისიც დაფასებული. აქ ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით. მე ამ ჩემ ძებნაში ჩემ პროფესიის, ასე ვთქვათ, პირადი განვითარების ამბავში მივაგენი გრიგოლ რობაქიძის პუბლიცისტურ ნაშრომს, რომელსაც ჰქვია რა უნდა აგონდებოდეს ქართველს არის სულ 3 ფურცელი და ის წერს რომ როგორ უნდა მართო ქართველები რა როგორ უნდა დაალაგო ურთიერთობა ესეთი ისა აქვს რა უნდა გააკეთოს ხელმწიფემ რომ მისი ხელი იყოს მწიფე და აკვირდით ხა რობაქიძის სიტყვების ამბები და ისა ეს ხო ცალკე ამბავია მაგრამ და იქ აღწერს და მოყავს მაგალითად თამადის ინსტიტუტი და იძახის რომ მაგარი თამადაო, როცა სუფრას მართავსო, ყველას ისეთ ღირსებას მოუძებნისო, რომელიც აუცილებლად მართალიაო, ის კი არა რომ 3 წუთის გაცნობილ კაცს შენ შემოგელი აკაცი ხარ და არა. და იმაზე აკეთებს აქცენტსო რა, ანუ უშენოდ რა გვეშველებოდა არის ქართველის ხასიათი, ხვდები? უნდა კონდეს რაღაცა როლი. ფუნქცია და აღიარებული უნდა იყოს. აი უკანაც კი შიგნით. და შესაბამისად მე მაგალითად მოყავს ესეთი მაგალითი, რომ ზემო იმერეთში თავადები დადიოდნენ ისეთივე გაცრეცილი ტანსაცმლით, როგორც მათი გლეხობა, როგორც ნიშანი ერთობისა. და თვეში ერთხელ ისინი შლიდნენ სუფრას პატიჟებდნენ ყველას ოღონდ ერთად კი არ ქეიფობდნენ თვითონ ემსახურებოდნენ ოჯახი როგორც ნიშანი ეს ხო ლიდერობის უმაღლესი კლასია ხო რომ აი ეს შეკრული ყავდეს და ჩვენ ცეცხლის შვილები ვართ რაღაცა ეს რაღაც პრომეთე რაღაცეების მოკლედ იძახი 3 ფურცელია ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს ჩემ სტუდენტებს ხო ურჩევ ხოლმე HR-ებს ურჩევ ხოლმე და ყველა პირველ პირს და ლიდერს რა რომ აი ისა და ესე აქვს რომ თუ ეს არ ხდება სხვანაირად ქართველი არის მოუდრეკელი დაუმორჩილებელი და რამდენი ასეთი ტრაგიკული ისტორია ახსოვს ჩვენ ქვეყანას ესე იძახის რა ეს გადმოტანილი მაქვს მე თვითონ აი ამ ამბებში რა რომ აი ყველას უნდა უპოვო და უნდა უთხრა რომ ხო აი შენ რაღაცა და ეხა წიგნის და ფურცლის კაცია ლადო კილასონია რომელიც ასევე წერალიც არის და თან 20 წლამდელების ცნელი იყო
და მე ამბის ძალიან დიდ პატივს, იმიტომ რომ მან შემოიღო თავის გუნდში, ანუ 20-ლამდელები საშინელი სამართავი გუნდია რა, იმიტომ რომ ყოველ წელს ახალი გუნდი ყავს. იმიტომ რომ ის ბავშვი რო ყავს, გახდა 20 წლის და ვეღარ თამაშობს. 20-ლამდე ან 18-19 წლის ბიჭი ნახევარ გუნდი არ ყავს, ყოველთვის თავიდან აშენებ, ყოველ წელს რა. და ესე იგი, ამ ყველაფერთან ერთად ლადომ შემოიღო ესეთი რამ, რომ დააწესა ჯილდო, პრიზი, ამ იკრიბება გუნდი და გადაეცემა შავი მგელი ქვია ამას რა. ანუ ვინც არ ჩანს და ყველაზე მეც მუშაობს იმისთვის. ბექისთვის. ფარი, ხმალი, აი ესეთი რაღაცები შემოიტანა, შემტევი, დამცველი ისა და ბექისთვის ვინც არ ჩანს. იმიტომ რომ რობაქიძეს ეს უწერია და მართლა ასე, აი რო წაიკითხავ სამფურცელს მიხვდები, რომ აი პირველ პირებმა ყველა მესუნა წაი თუ ამას მიყვები, მართლა შენი ხელი არის მწიფე, რომ შენი ხალხი ყავდეს კარგად, სულ სხვა გაგებაა ლიდერობის. აი ამ რობაქიძის ნაშრომში, ოღონდ მოდის ანტიკური ხანიდან ანალიზს აკეთებს და გეუბნება, რომ ვერ დალაგდები ქართველთან რა თანამდებობაზეც და რა იერარქიაზეც არ უნდა იყოს, თუ მას შესაბამისად არ მოეპყარი. და მთელი ეს ლიდერობის ფილოსოფია არის, რომ შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ ადამიანები ყავდეს კარგად. რომ შენი ხელი იყოს მწიფე. კი. ხდებით? და საწავედით, მივედით ისევ ემოციურ ინტელექტთან და ლიდერს, რომელსაც ემპათიის უნარი კარგად აქვს განვითარებული, რას აკეთებს? ზუსტად ამჩნევს ტალანტებს, ვინ როგორ წამოწიოს, ვის როგორ შეუწყოს ხელი, რომ იბრწყინონ ამ ღირსებებს არჩევს რა, იმიტომ რომ ყველას გააჩნია ღირსება და მიუჩენს. სხვა შორის რობაქიძე იძახის, რომ თუ კი დაემთხვეო დაო ღირსებაო. მაგარითამადა იმისი არისო, რომ მოუძებნოს რომელიმეს კიდევ სხვა რომელიც მართალიაო და იმაზე გააკეთოს აქცენტიო რა, რომ ეს ტიპი გამორჩეული იყოს. ერთი მაქვს და ეხა კიდე მეორე. არა, აი ორი ერთნაირი ღირსების ტიპი რა, ორივე მაგარი მელექსია მაგალითად, ხო? აი მაგარით ამადაო მოძებნის, რომ იქნებ რომელიმეს კიდე სხვა აქო რა, იმიტომ რომ შედარება უნიკალური რო ხო, ნუ ეგეთი ხაზე ცეცხლის შვილები ვართ, რაღაცა ეს ბრექი, რაღაცა მოკლედ გვიყვარს და ხო, ანუ იძახის, რომ ასე რა უნდა აგონდებოდეს ქართველს, ესე ქვია რა, როცა მართავს რა. საოცარი ნაშრომია, მე ხა რაღაც თვეში ერთხელ კითხულობ ხოლმე სულ რაღაცები რომ გავიხსენო რა. ჯერ ქართულის გამო, მე წინადადების წყობის გამო და მე აი იმის გამო რაც შიგნი წერია რა. ქართველის ხასიათი დანახული. ამას თუ დაუმატებთ მე უზნაძის იმ რაღაც გამანადგურებელ აღწერას ქართველების უკვე მე ასე ვთქვათ, ნამეტანი იმაში რომ შევედით გაზულუქებაში, ხო? და აქედან გამოხვალ, მე შენ თავსაც უშველი და შენ გუნდსაც უშველი და ყველაფერს, ხო? ემოციურ ინტელექტზე რაგბს რომ დავუბრუნდეთ. ხშირად ახსენე, რომ ეს არ არის მარტო ძალა, აქ არის ტვინი, აქ არის ემოცია. და ჩემი გადმოსახედით ფსიქოლოგია ძალიან ძლიერი უნარი გჭირდება, რომ სწრაფად ადგე, სტრესმა არ დაგჯაბნოს და აი მომენტებში ხდება რესტარტი თითქოს, ხო? და ეს არის მედეგობის უმაღლესი მაჩვენებელი. მედეგობის დროს რა ხდება, რომ მე ამ კრიზის და დარტყმას კარგად ვუძლებ, დავარდები, მაგრამ იმაზე კაი ტიპი ავდგები, ვიდრე ვიყავი. ფიზიკურად დავარდნაც არის და ემოციური დავარდნაც, ხო? რამხელა ემოციური სტრესია, რომ თუ სწორად ვამბობ, ვიღაცამ ლელო დაგიდო, შენ ისე ვერ შეასრულე, თითქოს უნდა ჩამოიშალო ემოციურად. ხო, ამ ბუთი დაგივარდა, ან გაგაყვითლეს და 10 წუთი 14 კაცს ტოვებ გუნდს. რავი, 1000 რამე შეება დაგემართ. და ეს გუნდი ძალიან სწრაფად აკეთებს აღდგენას, რესტარტს. ინდივიდუალები, აი აქ უკვე ინდივიდუალური ემოციური ის საიდუმლო. კოუჩი ყავთ ესეთი. არა, სხვა შორის საქართველოს ნაკრებს ყავდა ფსიქოლოგი, რომელიც ზელანდიელი იყო, იმიტომ ჩვენ სპორტულ ფსიქოლოგიაში ძალიან გვიჭირს. აქა-იქ თუ არიან ადამიანები, მაგრამ ყავდათ, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, არაოფიციალური ფსიქოლოგია იყო რა. ბიჭო არ დანებდე და რაღაცა და აი ამის გატანა. ეხლა ზოგზე ყველაზე არ მუშაობს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ შევრცხვეს ამბავი იყო და მე აიძულებდი შეთავს გაგეკეთებია ის რისიც გეშინია, რასაც ვერ უმკლავდები, გაუმკლავდე და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ძალიან დიდია მხარდაჭერა რა, რომ მიდი ძმაო და აბაში აქავართ და რაღაც აი ეს ამბავი არის. მარტო არ ხარ რა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა გადალახო და ეხა ნელ-ნელა ალბათ წამოვა, იმიტომ რომ სპორტული ფსიქოლოგია არის უმნიშვნელოვანესი რამე, იმიტომ რომ
ეხლა თუ გაიხსენებთ, სად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და სად დღევანდელი, ხო, რაღაცა იგივე ხალხი სულ სხვადასხვანაირად თამაშობს. იქ რაღაცა სხვა ის იყო სულისკვეთება, ეხლა რაღაცა სხვა სულისკვეთება. ამიტომ ეს სულ სამუშაოა რა. ინდივიდუალურ სპორტებზე აღარ ვიძახი, უბრალოდ ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებმა რომ არ გვისაყვედურონ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე, არ ვიცი, ძიუდოისტი მოჭიდავე მარტო გადის ასპარესზე, ხო? იქაც გუნდური პრინციპია. გუნდი მუშაობს იქაც, თნელები, მისი გუნდელები, სხვადასხვა წონითი კატეგორია როა. თქვათ, რო ჭიდაობენ, დააკვირდით სხვები, როგორ აქედან ეძახიან მხარს. უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ ყველაფერი გუნდურია რა. მარტო ვერაფერს ვერ იზამ, გამორიცხულია რა. მოჭადრაკესაც გუნდი ყავს. თნელები ისენი, ხო? უბრალოდ გუნდი გადის მოედანზე და აქ ისა, მაგრამ უკან აი ბექი ინდივიდუალურ იმას რა ქვია, სპორტსმენს ყავს, ხო? არ გამოდის სხვანაირად. მარტო ძალა და ტექნიკურად წამოდგომა არაფერი არ არის, აქ ემოციები თუ არ მაგრამ სხვა შორის კოუჩინგის სათავეს სპორტიდან დამავისდა იმ კაცის სახელით, მწვევის ჩოგბურთის თვნელი იყო. იმან დაუდო საფუძველი, ხო, აი რაღაცნაირი თამაში ქვია, mind game თუ რაღაცა ქვია, მოკლედ რა, აღარ მახსოვს ახლა იმ ციკლს, მაგრამ აქედან წამოვიდა რა. და რა შეიძლება ისწავლონ ორგანიზაციებმა ემოციური ინტელექტის კუთხით, კრიზისის მართვის კუთხით, რა შეიძლება გადაიღონ ისეთი ხელმოსაჭედი რა რაგბი. აი ეს გუნდური სული რა, მართლა გუნდური სული რა. აი მე ვერ ვიტან მაგალითად ყველას ვეუბნები რომ არ გამაგონოთ, ჩვენ აქ ერთი ოჯახი ვართ რა. რომ ოჯახი თუ ხარ, ესე მომყავს მაგალითად რომ ოჯახში მაცივარს აღებს ნებისმიერი ოჯახის წევრი და იღებს იმას, რასაც უნდა. კომპანიაში ხო ესე არ არის ეს მოგება შემოსავა, ეხა ხო არ ნაწილდება. აქ არ არის საჭირო ოჯახი და ადამიანს სამსახურში არ ჭირდება ოჯახი. სამსახურში ადამიანს ჭირდება კარგი გარემო, უსაფრთხო გარემო, განვითარების შესაძლებლობა, არა ინტრიგა, არა რაღაცა პირიქით, რომ აი ყველაფერი ოჯახი უნდა ოჯახში მართლა. ცოლი უნდა, შვილი უნდა, დედა უნდა, მამა უნდა, არ ვიცი, შეყვარებული უნდა და ასე შემდეგ რა. ხო და ამიტომ აი ეს გუნდურობის სწავლა, ოღონდ მართლა გუნდურობის რა. და არა მარტო გუნდურობის, არამედ ერთობის, მე ამ სიტყვას ვიყენებ რა. ანუ სიტყვას რო ჩაუღრმავდეთ ერთობა, ანუ ის როგორც ერთი, ხო მართალია. ეს სლაიდზე ესე მაქვს ხოლმე შერკინების პირველი ხაზი ესე გადაფსკვნილი როა მხარ, აი ერთობა აწერია, მე ესე რო ის არიან რა. ერთობის სწავლა, ნაღდი ერთობის რა. ეს უკვე რობაქიძისგან როგორც ნიშანი ერთობისა ამ სიტყვას ამბობს რა. აი ოჯახში არის. გუნდს ჭირდება ერთობა. შენ ოჯახში კომპანიაში ჭირდება ერთობა და იქ ყველას ღვაწლი უნდა იყოს აღიარებული რა, ხვდებით, რომ აი ესეთი რომ ანუ აქედან მწვდელი გიყვირის, რომ საღოლ მაგარი ბიჭი ხარ. სპორტში ეგ პრობლემა არ არის. და კომპანიაში პრობლემაა, იმიტომ რატომღაც პირველი პირების უმეტესობას გონიათ, რომ ყველაფერი კარგი მათი იდეა და მათი ნამოქმედარი უნდა იყოს. ხო, მადლობის გადახდაც ხშირად პრობლემაა. აღიარება. მადლობა კიდე სხვა არის, აღიარება, დელეგირება და აი ეს მაღალი რანგის ასე ვთქვათ ლიდერობა, ხო, სწორედ ეგ არის, რომ პირიქით შენ საღოლ და მადლობ და აუ რა მაგარი ხარ იძახო. ხტები? და მაშინ ხარ შენ მაგარი რა. მაშინ ხარ შენ მაგარი. მადლობაც არგუმენტირებული, აღიარებაზე მიბმულია რა. მაშინ ხარ მაგარი, ხო, რომ ისა, თორე შენ არავინ არ გთხოვს, რომ რავი, შენ პირადად გააკეთო რაღაცა რა. პირველი პირები, მაგარი ტიპები მაგით არიან დაკავებულები. ოღონდ საქმეზე რომ მიდგება თუ დაჭირდა საქმეს, როგორც მამუკას მითხრა, ბურთითაც მაგარი უნდა იყო, მაგრამ პირველ რიგში ეგ არის რა. აი მე ვარ შესწრებული, რაღაც საქმე მქონდა, ნაკრები ემზადებოდა, ახლა ლიდერია ხო, უპირობო ლიდერი იყო მამუკა გორგოცე ხო, დავით ზირაქიშვილი ხო, ვიტო კოლელიშვილი, აი რამოდენიმე ბიჭი. და ნუ ხე მე მამუკას ამბავს кейს ვიტყვი, რაღაცაზე საუბრობდით, 11 საათი გახდა რა ღამის. ნაკრები ემზადებოდა, შეკრებაზე იყო შესული მსოფლიო ჩემპიონატის. 5 წუთი რო დააკდა, ადგა ბიჭებს დაუძახა რომ ბიჭებო თქვენ შემოგევლეთ, თქვენი ჭირიმე ხო გახსოვთ რისთვის ვემზადები, მიყვარხართ ყველა, ხვალაც ბოლომდე უნდა დავიხარჯეთ. წავედი ვიძინე, მორჩა. всё, თელი ისა ნაკრები წავიდა და დაიძინა, ხო? ის კი არა როგორც ჩვენთან სამწუხაროდ ჯერ კიდე ხდება წინთ ვიღაცას, მაგრამ დავაი ეხა მიდით დაიძინე. ჯერ ესეთი ეგ არ გაგივა ვიღაცასთან და კონფლიქტი მოხდება, ხო?
შეიძლება გაგივიდეს, მაგრამ კონფლიქტია, ხო, რომ პროტესტია შინა. ხო, რატომ ეუნები ძმაო, ეგრე მედიები შეიძლება მოერიო, მაგრამ უკვე პროტესტია, ხო? ბზარი. არა, ადგა წავიდა თვითონ წავ. აი იქ რო ვინმე დარჩენილიყო, ის ბუნებრივად არის მოსაკვეთი იმ გუნდიდან. ხვდები, ვინც არ დაიძინებდა და ღამის 4 საათამდე არ დაწვებოდა და არ იმას იზამდა. ესე იგი ის ვერ აცნობიერებს ვერს პასუხისმგებლობას, არც გუნდი აინტერესებს და არც სამშობლო, ხო? 2015-ში ძალიან დიდი რაღაცისთვის ემზადებოდნენ ბიჭები და ეს შეასრულეს. 2 თამაში მოიგეს ქვეჯგუფში და შემდეგ სოფლიოზე გავიდნენ პირდაპირ. ხო და ეს მოსაგები თამაში იყო ტონგასთან, მთელი ამბავი და ისა და ასე შემდეგ. და ლიდერობის ერთ-ერთი ნაწილი ეგ იყო, რომ არ ვიცი ვინ მოიფიქრა, მაგრამ ასევე мотиваციის ამბავში მაგალითად როგორც დავით აღმაშენებმა მიმართა ქართულ ჯარს დიდგორის წინ, ეგ წაუკითხეს ბიჭებს. მოედანზე გასვლის წინ. მაგასაც ხო მოფიქრება უნდა. ის ტექსტი წაუკითხე. ეხა მეომარნო ქრისტესანო ესე იწყება. გასაგები. და რავი დატყვირეს ის ტონგელები. დან არ შემევიდოდა რომ დაგერტყაო იხსენებენ. ანუ რამხელა ის არის, ძალა გეცნობა. მაგასაც ხო მოფიქრება უნდა. თიური ძალა მოგდის ამ შემთხვევაში. ეგ უნდა გააკეთო შენ თორე ეხა ვიღაცა ბუღალტრულ გატარებას ან ფინანსურ აღრიცხვას ან მარკეტინგულ კამპანიას როგორ გააკეთებს, ხო, ხა ყველაფერში კი ვერ იქნები რა. დელეგირება უნდა შეგეძლოს, რომ გააკეთებენ, უნდა უთხრა რომ საღოლ, აი ბიჭი ხარ. ენაცვალე. აი როგორც ჩვენლები ყვირიან, ხო? აი სხვაობა, ნახეთ რა კარგ რამემდე მივედი კომპანიის მართველსა და გუნდის მართველს შორის. გუნდის მართველის, ანუ მწვრთნელის უზენაესი ინტერესია რომ დაიძახოს რომ ყოჩახ შენ შემოგევლე ხვდები რა მაგრები ხართ ბიჭებო საღოლ მაგარი იყო ხო ეს მისი ინტერესია იმიტომ რომ ესე იგი მოიგებს ხო და კომპანიის მართლმაც ეს უნდა იძახოს და მაშინ მოიგებს რა და აი აქ უკვე ეს კიდე რა იკვეთება რომ როგორი თავგანწირვით მიდიან ხო, ნუ ეხა ეგ სხვა ამბავია უკვე, ეგ უკვე ხასიათია, წარმომავლობა, ეროვნება არის, იმიტომ არის რაგბი ჩვენი თამაშია ეს სლოგანი. ბევრი დღემდე კამათობს მაგაზე, იმიტომ რომ მე ვარ ავტორი ამ სლოგანის. და რა ის ჩვენი თამაში აბა ზელანდია რა არის, მაგრამ ეს იყო ჯერ ესეთი სტრატეგიის სათაური. რომ თუ ჩვენი თამაშია შესაბამისად უნდა გადაიგეგმო, ასე ვთქვათ, ბავშვთა რაგბიდან მოყოლებული. და მეორე ჩვენი თამაში იმიტოა რომ ხასიათის თამაშია. იმიტომ რომ ყველა დიდი გამარჯვება ზუსტად იმ ქართველებს რაც მიუღწევია, ზუსტად იმის საპირისპირო იყო, რასაც უზნაძე წერს ქართველებზე. რომ დიდი ხანი არ ყოფნით ისა დიდ საქმეებს ეჭიდებიან და პატარ-პატარა ყოველდღიური ნაბიჯები არა და ზარმაცია და რაღაცა. როცა დიდი გამარჯვება იყო, იქ დიდი მზადება იყო, დიდი მოთმინება იყო, სტრატეგია იყო და მიზანმიმართულობა იყო. დავით აღმაშენებელი 10 წელი ემზადებოდა დიდგორისთვის, ესე რო ვიძახით, იმის უკან ხო უნდა გავიხედოთ რა იდგა. რეფორმები ის 10 წელი მართლა. თუნდაც ჯარის წყობა. იგივე დინამო თბილისის ყველაზე დიდი გამარჯვება 91 წელი. ნოდა ახალკაცი სხვაზე ნაკლები სტრატეგი კი არ იყო. ხო? ჯერ შერჩევა მოთამაშეების, მერე იმ დისციპლინის შემოტანა, მერე რა სიმკაცრის იმის, რაც ჭირდებოდა რა, თორე ინდივიდუალები, მაგარი ინდივიდუალები დინამო თბილისს ყოველთვის ყავდა, მაგრამ გუნდად დიდი შედეგის დამდები გუნდად ახალკაცმა გადააქცია ეს გუნდი, იმიტომ რომ ეხა ბევრ დროს დავკარგავთ, მაგრამ მე და გოგიჩა საუბრობდით ერთხელ და ათო გოგიჩაიშვილი ემზადებოდა რაღაცისთვის და გავდიოდით მაგას, რა ხა მე ცოტა მეტი ვიცი, იმიტომ რომ დინამოსთან მიმუშავია ადრე და ისტორია წაკითხული 26 წელი მოყოლებული და ესე იყო 15 წელიწადში ერთხელ დებდნენ დიდ გამარჯვება, ეს ყველაზე დიდი იყო, იმიტომ რომ მაშინ იყო ინდივიდუალები, მწვრთნელი, რომელმაც ესენი აქცია გუნდად. და არა მარტო ვარსკვლავი, ხვდები? და ყველა მიმართულებით ესეა. შეიძლება ყავდეს ძალიან მაგარი CV-ს პატრონი, მაგრამ ის ტიპი იყოს ტოქსიური ძალიან კომპანიაში. ხო? და ხშირად ესეც არის ხოლმე, თუმცა ასეთ ტიპს უნდა შეველიოთ. ხო, ლიდერი ხედავს, ისევე როგორც ორგანიზაციული კულტურა ჩემი უღრმესი პატივისცემისა და მართლა ძალიან დიდი ლეგენდა არის ქართული ფეხბურთის მანუ ჩარმაჩაიძე, ნოდა ახალკაცი მას შეელია. იმიტომ რომ არ ჯდებოდა იმ რაღაცა მონახაზში. ეს არ ნიშნავს რომ მანუ ჩარმაჩაიძე ძალიან მაგარი არისო, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ რაღაცა ტაქტიკური მონახაზი ქონდა, სადაც თქვათ ეს ადამიანი არ. და სპორტში ესენი ჩანს, ხო?
სპორტში ჩანს და რატომ დავიწყეთ ეს საუბარი და რატომ გვინდოდა ორგანიზაციასთან ამდენი პარალელის გაკეთება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის სწავლა. ხო და კაგრამემდე მივედით რა, ორგანიზაციებმა რა უნდა ისწავლონო. აი ეგ უნდა ისწავლონ. ჯერ ესეთი ორგანიზაციები არ არის კედლები და ბეტონი და აგური, ხო? ეს არის ადამიანები, პირველი პირები, ხო? აი მათ უნდა ისწავლონ, რომ მათი უმთავრესი ინტერესი იყოს ოჩახ შენ შემოგევლე საღოლ მაგარი ბიჭი ხარ, მაგარი გოგო ხარ, აი ეს რო იძახონ. და აქ ვარ თქვი რომ მომართო გუნდი. ხო, რა თქმა უნდა. და აღიარება, დელეგირება, რაღაცა და საღოლ აქედან რო დაუყვირო რა უკნიდან რა. კარგ ლიდერს მეტყოლებასაც ეთყობა, რომელიც საუბრობს მე და ჩემმა კომპანიამ და რომელიც საუბრობს ჩვენ და ჩვენმა კომპანიამ. ხო და აი ეს ისწავლონ რა. როგორც სპორტული მწვრთნელის ინდივიდუალური იქნება თუ გუნდური მნიშვნელობა არა აქვს. ინდივიდუალურში გაიხსენეთ იმის თუ არ ვცდები ხაბარელი არის ჭყუიდან რო იშლება ოლიმპიურ მედალს იგებს რომელიღაც ჩვენიანი ხა უცებ დამავიწყდა და ესე კივის რაღაც ისტერიკაშია სიხარულისგან ხო აი ეს უნდა ჭირდეს ორგანიზაციის ლიდერს თავის გუნდის ქმედებას რო უყურებს და აი ეს ქმედება ხო რომ ასეთი იყოს მან უნდა გააკეთოს ეს რომ მათი ქმედება იყოს ასეთი ხო ემპათიური როგორც სპორტსმენს ამზადებენ ისე უნდა შექმნა პირობები შენი თანამშრომლისთვის რომ სამსახურში მინიმუმ მოსვლა არ ეზიზღებოდეს ხო თვიდან თვემდე ხელფას არ ელოდებოდეს უბრალოდ თავის საქმისთვის თავგადადებული იყოს და პირდაპირ თქვათ ევასებოდეს ის რასაც აკეთებს და ერთმანეთში ჩხუბობდნენ ოღონდ იმისთვის როგორ გააკეთონ უკეთესი და არა იმისთვის რომ შენი ბრალია ჩემი ბრალია ხვდებით აი მაშინ დაიძახებ სულ რომ საღოლ რამაგრები ხართ ეს საღოლ რამაგრები ხართ საბოლოო ჯამში შენ ხარ მაგარი რომ ამდენი საღოლ რამაგრები გყავს და ასეთ კულტურას აი ხან გააცილეს პეპ გვარდიოლა რა მანჩესტერ სიტიდან ეს არის ჯერ მოთამაშეც მაგარი იყო და მე როგორც ვთნელი ნუ ლეგენდარული 10 წელი მანჩესტერ სიტიში მოიგო რისი მოგება შეიძლება ყველაფერი აი ნახეთ ადამიანები და თვითონ რას ლაპარაკობს რა აი ფეხბურთზე და ტიტულებზე საერთოდ არ მიდის საუბარი სულ სხვა რაღაცებზე მიდის რომ უკეთესი გავხდი ისა იგივე ხვიჩა კვარაცხელია აი ხვალ ითამაშებს ფინალს ჩემპიონთა ლიგის ხო სად ხვიჩა რუსულ გუნდში მერე სად ნაპოლიში და სად ეხა PSG-ში იმიტომ რომ აქ ლუის ენრიკეს ფაქტორია თუმცა ნაპოლიში კაცის სახელი დამა იმან დაიწყო ეს უკან ჩამორბენა დაცვაზე დახმარება ანუ გუნდური გახდა ხასიათი გამოუმუშავდა და ეს ყველაფერი ლუის ენრიკემ სულ სხვა მოთამაშეთ აქცია და ვისი ინტერესია ეხა ეს პირველ რიგში ლუის ენრიკესი ხომ მწვრთნელის რომელიც ინდივიდუალურად თუ რომელმაც სხვა შეიძლება მეორე ზედიზე ჩემპიონთა ლიგა მოიგოს ხო და ხვიჩას დაუძახოს რომ საღოლ შენ შემოგევლე ხო მაგრამ ეს ხო მისი დამსახურებაც არის თორე ხვიჩას ტალანტი ადგილზე იყო არსად არ წასულა მაშინაც მაგარი ტალანტი იყო და ახაც მაგარი ტალანტია ეხა სხვანაირად იყენებს ამ ყველაფერს აი ეს არის მწვრთნელი ეს არის ლიდერი ეს არის პირველი პირი და ამას ვარჯიშით ვერ ასწავლე ეს სულ სხვა რამეა სულ სხვა რამეა და ამიტომ 900 კილომეტრი რო არ ბენიო ეხა ხვიჩას შეგვიჭამა ეს ყველა ციგნი რაც განვიხილეთ ყويმიდან დელეგირება ბადლიერება აღიარება ყველაფერი საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთ რაღაცამდე დადის ეს პირამიდა ღირებულებებიდან იწყება და სწორ გზამდე რა და ჩემთვის ყველაფერი საერთო ღირებულებებიდან იწყება და აი საერთო ღირებულებები რო გვაქვს და ერთმანეთს რო ასე კარგად ვაძლიერებთ და პატივისცემა კი გვიყვარს ერთმანეთი მაგრამ პატივისცემა რო შემოდის და ნდობა სადაც მე ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე ისეთ ბრძოლაში შევა ხო და ეს ღირებულებები ეგრე არ არის ადამიანს რო დაიქირავებ ეუნები რომ ჩვენი ღირებულებები ეს არის ჩვენი სტრატეგია თუ გაქვს და იცი საით მიდიხარ იცი ვინ ახარ ეს ვინ ახარ როგორი ტიპი ეგეც იცი და ამის ღირებულება რა არის და მაგის მიხედვით ეძებ ადამიანებს რომ ღირებულება იყოს თანაზიარი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა თანაზიარობა და არა იმიტომ რომ აი შენ ახლა ჩვენ დაგიქირავეთ ჩვენი ღირებულებები არის ეს სულ შეება სულ კიდია იმ ადამიანს ეგ ღირებულებები ეძებენ ეგეთ ფსიქოტიპებს
რომელიც ჩაჯდება გუნდში. აი სპორტში ეგ ჩაჯდომა კარგად ჩანს. ეხლა შეცვლილია მიდგომები გასაუბრებაზე, მარტო Excel-ის ცოდნა არ არის საკმარისი. Excel-ს ვისწავლი, მაგრამ მე თუ კულტურა მაქვს ისეთი, რომელიც შენთან ასოცირდება. მე თუ აი ესეთი ტიპი ვარ, რომელიც ცნობის მოყვარე ვარ, გახსნილი ვარ, ღია ვარ, გააჩნია ვის რა ჭირდება. მაშინ უკვე ღირს გააჩნია ვის რა ჭირდება რა. აი Disney-ის მარკეტინგის დირექტორის ინტერვიუ იყო, რომ გასაუბრებაზეო მარკეტინგშიო, რომ გავდე პირველ რიგში ადამიანს უყურებ თვალებშიო, რომ ბავშვების და აი ამის გაგონებისას და ლაპარაკისას თვალები უწყინავს თუ არა. თორე შეიძლება იყოს ძალიან მაგარი. იგივე მხატვრები, ვისაც ქირავ, ანიმატორები. ასე ეძებენ. თორე ტექნიკური უნარი, კი ბატონო. დღეს უკვე აღარ. აი ხვიჩას მაგალითი არის გადასარევი რა. ნუ ნახოთ rilsები იდება, ხო ადრე გოლებს იტანდა, кайფინს აკეთებდა. ეხა საყოველთაო გუნდურ სამუშაოს აკეთებს და იმიტო ასე დაფასებული საზღვარგარეთ. ფინტის და გოლის გამო კი არა, რომ რეებს აკეთებს და rilsებია, რომ როგორ ჩამორბის უკან, როგორ გადაარჩენს კარს, ეს ხო დაცვითი ფუნქციაა. ბიჭი, ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველია, ხო? ვინგერი ეგრეთ წოდებული. მაგრამ აი ამის მერე დაიწყო მისი ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავად აღიარება, როცა საერთო გუნდური საქმის კეთება დაიწყო. და როგორი ინტერვიუები აქვს საოცარი. გუნდი, ჩვენ, აბა რა. ჩვენ. და ეს არის ყველაზე ხო და ეს ასწავლეს, ისწავლა და ამიტომაც იქნება ძალიან დიდი ვარსკვლავი მართლა. ყველაზე დიდი ვინც კი ყოლია. ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის. ეს არის ლიდერის დამსახურება, სწორი ლიდერების. ჯერ ნაპოლის თნელის დამავის და იმ კაცის გვარი იმან დაიწყო და მერე ლუის ენრიკემ, რომელმაც აი ეს ბიჭი აქცია, რა ვიცი, იმათ რაც დღეს არის. ძალიან საინტერესო და ისეთი შთამბეჭდავი კი არა და მაინსპირირებელი ის გამოგვივი და საუბარი და აი ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ, ხო? ყველა შეგვიძლია ამის გაკეთება. მე როგორც ადამიანს, რა თქმა უნდა, ოჯახშიც ვერ ვიქნები ძლიერი, თუ ეს გუნდურობის პრინციპი არ მაქვს, მე როგორც ლიდერი, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია და ყველაზე კარგი ის არის, რომ ეს დასწავლადია. მე თუ მინდა, კი, იმიტომ რომ ყველაფერი გონებამდე დადის და აქვე მოდი ერთი რამეც ვთქვათ რა. ნებისმიერი ადამიანის საქმეა ეს, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი შენ გყავდეს ლიდერი. იგივე ხვიჩა რო ვთქვი, იმან მოისმინა, გაიგო და თვითონმაც მუშაობს, ხო, თავის თავზე. ამიტომ მე ყველას ვეუბნები. ჩემს სტუდენტებს, ჩემ თანამშრომლებს, ახალგაზრდები ვინც არიან, რომ ყველა აბსოლუტურად არის ლიდერი მოცემულობით. იმიტომ რომ ნომერ პირველი რაც ადამიანს აკისრია თავის მიხედვაა, ხო? ესე იმათ რო ვთქვა, ცხოვრებისეულად და ანუ თვით ლიდერობა, თვით გაძღოლა რა. და აქედან ვეტყვი ყველას, რომ თუ ცუდი ლიდერი აღმოგაჩნდათ, ცუდი ლიდერი ვეღარ არის რა, ცუდი უფროსი ასე ვთქვა. თქვენ უდაიზიანებთ თქვენ თავს და თქვენ თავს ულიდერეთ, იმიტომ რომ თუ თქვენ წაუძღვებით თქვენ თავს, სწორგზაზე ივლით, თქვენ თავზე იმუშავებთ, დაგინახავენ. ან თქვენ გახდებით ლიდერი. ან მაგარ გუნდში მოხვდებით რა და როცა მოხვდები ლიდერის პოზიციაზე გეცოდინება რა გავლილი და ამიტომ იქნები კაი ლიდერი. ამის გაცნობიერება და მერე სწორი თანამდებობა და პოზიცია არ არის იმისთვის საჭირო რომ იყო ლიდერი. მოცემულობით დაბადებიდან როცა ცნობიერ ფიქს იწყებ რაღაც ასაკიდან უკვე ხარ ლიდერი, იმიტომ რომ შენ თავს შეუნდა მიხედო. და გამოვიდა რომ მაშ ასე რაგბი ჩვენი თამაშია. რაგბი ჩვენი თამაშია, შდება ჩვენს ხასიათში კი ბატონო და ზუსტად ემთხვევა ისეთ რაღაცას, როცა ქართველები მართლა ისე იქცეოდნენ, როგორც ჩვენ გვინდა და გვასწავლიდნენ, რომ აი ესეთები ვიყავით. აი მხოლოდ ამ დიდი გამარჯვების დროს ვიყავით ესეთები. გქონდა სტრატეგია, ვიცოდით საით მივდიოდით, როგორ უნდა მივსულიყავით, რა შედეგი უნდა დაგვედო. ამას ვაკეთებდით თანმიმდევრულად, მოთმინებით და ჯიგრით. და მაშინ იდებოდა ეს შედეგი. აი ნაღდები ვიყავით, ხო, ესე გავა. ნაღდებიც ხო, მათ შორის. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და ამ ლეგასის წიგნს მემკვიდრეობა ქართულად. ქართულადაც არის ნათარგმნი ეს წიგნი. მე მგონი არის ნათარგმნი, მე ინგლისურად წავიკითხე და იმდენი რამე დავიჭირე, იმდენი რამე მომეწონა, რომ ფრაზების ამოკრეფვა, გაკვეთილება შეიძლება და ესე ორგანიზაციების კედლებზე გაკრობაც, რომ აი რაგბი ჩვენი თამაშია და ჩვენ ამას ერთად საქართველოს ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე გაკრულია
ნამდვილად. ლეგასიდან არა, მაგრამ აი ჩვენი ღირებულებები რაც არის გაკრული. ფართოდ შეგვიძლია გავიდეთ, რომ აი იმ შედეგებამდე მივიდეთ, რა განცდაც არის ხოლმე ამ რაგბის თამაშის დროს. აი ესეთი რა, სიამაყის რაღაცნაირად. სიამაყის, ღირსების, ერთობის და ბრძოლაში ბედნიერების იმისთვის რომ იბრძვი რაღაცა მიზნისთვის რა და ეგ არის მაგარი. გამარჯვებისთვის რა თქმა უნდა რა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი თქვენ. მადლობა.